საუბრობდა აფხაზეთიდან თბილისში ორი პაციენტი გადმოიყვანეს ლეონიდ აგრბას და მის მეუღლის სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდებათ. მათ გულის პათოლოგია აწუხებთ. ოჯახი გუდაუთიდან თბილისში საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც ჩამოვიდა. დაიწყო თუ არა უკვე კლინიკა ჯოინის ოპერაცია ჯოინის კლინიკიდან პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი სალომე კასრაძე საუბრობს. სალომე, გისმენთ. 63 წლით ლეონიდ აგრბა მეუღლესთან ირმა აგრბასთან ერთად თბილისში გუშინ გვიაღამით ჩამოვიდნენ. ისინი აფხაზეთიდან ქალაქ გუდაუთიდან გამოემგზავრნენ. ლეონიდ აგრბას სასწრაფო გულის ოპერაცია სჭირდებოდა, ამიტომ ექიმებმა თბილისში ჩამოსვლა ურჩიეს. მეუღლე აღსანიშნავია ისიც, რომ ცოლ-ქმარი თბილისში პირველად არიან და მათ ოპერაციის გაკეთების წინ მართლმადიდებლური წესით გაქრისტიანება გადაწყვეტეს. ზუსტად ამიტომ სოფელ უბისადან მათ გამოყვათ მამა მაკარი, რომელიც წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მოღვაწეობს და ზუსტად მამა მაკარმა გააქრისტიანა აფხაზი ცოლ-ქმარი დღეს თბილისში. თბილისში პირველად ვარ. აქ გულის ოპერაციის გასაკეთებლად ჩამოვედი, რაშიც სახელმწიფო მეხმარება და მინდა ამისათვის დიდი მადლობა გადავუხატო. გარდა ამისა დღეს მოვინათლე. მინდოდა ოპერაციის წინ მე და ჩემი მეუღლე გავქრისტიანებულიყავით. ჩემი ოცნება იყო ნამდვილი მართლმადიდებლები ყოფილიყავით. დღეს გავქრისტიანდით და მადლობა ღმერთს ამისთვის. თვითონ გამოთქვეს სურვილი რომ მიიღოთ ეს წმინდა ნათლისღება. თავიანთი სურვილი იყო, რა ხან მეუღლემ გამოთქვა ეს სურვილი ახლა თავისი მეუღლეც მანაც გამოთქვა სურვილი რომ მეც არ დამტოვოთ, მეც მიმაღებიეთ ეს წმინდა ნათელი, რადგან ჩვენ ოდესღაც ძმები ვიყავით და დღესაც რა თქმა უნდა კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთში და არც არაფერი გასაყოფი არ გვაქვს. ბედნიერი არის ასეთი ყურადღებისთვის საქართველოში ჩამოვიდა, ოპერაციას უკეთებენ უსასყიდლოდ მასთვის, რა თქმა უნდა და არიან ძალიან გახარებულები და კიდევ აღას გაიგეს ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელიც მართლაც ქართველებისა და აფხაზეთის მობასა და მეგობრობას შეეხება. ლეონიდ აგრბას გულის ოპერაცია ჯოინის სახელობის კლინიკაში ხვალ ჩაუტარდება, ხოლო ექიმების საბოლოო დიაგნოზის შემდეგ ცოლ-ქმარი კვლავ აფხაზეთში დაბრუნდება. ეს ქრონიკის კორესპონდენტი სალომე კასრაძე, რომელიც ჯოინის კლინიკიდან პირდაპირ ეთერში საუბრობდა.